ახალ სასწავლო წელს ბაღებში 6227 ახსაზრდელი დარეგისტრირდა. სასწავლო პროცესი ბაქნიუმში 1 სექტემბერს დაიწყება. საამხსნელო დაწესებულებებს მიღმა დარჩენილი ბავშვების კონტინგენტი კი დღითიდღე იზრდება. მერიაში აცხადებენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ერთადერთი გამოსავალი ახალი ბაღების აშენებაა. არასაკმარისი რაოდენობის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება და ჯგუფებში ლიმიტირებული რაოდენობა. მოახლოებულ სასწავლო წელს მშობელთა გასტუმრება საბავშვო ბაღის გამგეებს ამ მიზეზებით უწევთ. საბავშვო ბაღებში სარემონტო სამუშაოების პარალელურად ბაღს მიღმა დარჩენილი ბავშვების რიცხვმა 3000-ს გადააჭარბა. მომართვიანობა არის ძალიან დიდი. ეს გამოიწვია იმან, რომ მაზნიაშვილის ქუჩაზე მეხუთე საბავშვო ბაღი დაიხურა. მოგვიწია 2 უბნის ათვისება, რომელიც ძალიან ძნელია. ჯგუფში 35 ბავშვზე მეტი არ უნდა იყოს. იძულებული გავხდით 2-3 ბავშვით მეტი მაინც მიგვეღო, იმიტომ რომ არსებობს პრიორიტეტები, როცა მშობელს უარს ვერ ეუბნები. ამან გამოიწვია ის, რომ უბანი ნახევრად აუთვისებელი დაგვრჩა. დიდ კონტინგენტთან გამკლავებას ამ ეტაპზე ბაღების გაერთიანებაში, ჯგუფების დამატებაში ხედავენ. რაც შეეხება საბავშვო ბაღებს სასწავლო წელს ფუნქციონირებას, 25 ბაღი დაიწყებს, დანარჩენი 4 კი მოგვიანებით შევა ექსპლუატაციაში. თუმცა პრობლემის სრულად მოგვარება მაინც სამომავლო პერსპექტივად რჩება. ნატალია ზაქარეიშვილის თქმით, 2015 წლისთვის 5 ახალი ბაღის აშენებაა დაგეგმილი. შენდება ფარცხანაში, ნონიშვილის 60 ნომერში, ასევე კახაბერში, დასრულებულია გონიოში, სექტემბრის ბოლომდე ალბათ გონიოში გონიო საბავშვო ბაღი გაიხსნება და როგორც ვიცით და უკვე აღნიშნე, მე-8 და მე-13 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია ხდება, ესევე დაემატება მე-6 საბავშვო ბაღში 2 ჯგუფი, ხოლო მე-14 საბავშვო ბაღში 1 ჯგუფი. ქალაქის მერი პრობლემის გადასაჭრელად არსებული ბაღების გაფართოებასთან ერთად სუბსიდირების საკითხსაც განიხილავს, რის ხარჯზეც ჯგუფების რაოდენობა გაიზრდება. ერმაკოვი ამბობს, რომ უბნებში, სადაც ბაღი არ არის, სამომავლოდ სკოლამდელი დაწესებულების შენობები აშენდება. არსებული ბიუჯეტის ფარგლებში მაქსიმალურად ვეცდებით, რომ სუბსიდირების საკითხი განვიხილოთ. მაქსიმალურად ვეცდებით. ახლა ჩემი მიზანი არის იმ საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, რომელსაც ჩვენ დავათვალიერეთ და მთლიანად მოხდეს ხარისხიანად და რაოდენობის და რაც მოგცემს საშუალებას დამატებითი კონტინგენტი დავამატოთ უკვე არსებულ საბავშვო ბაღებში. ჩავდეთ ბიუჯეტში, ახლა საკრებულოზე გავიტანთ მაზნიაშვილის ქუჩაზე მე-5 ყოფილი საბავშვო ბაღი, რომელიც არ ვიცი რა მიზეზების გამო იყო დახურული. მთლიანად მაზნიაშვილის ქუჩაზე ბაღის საპროექტო სამუშაოები დამთავრებული გვაქვს. საკრებულოს დადგენილებით წელს თითოეულ ჯგუფში ბავშვების მაქსიმალურ რაოდენობად 35 განისაზღვრა. სასწავლო წელი 1 სექტემბერს დაიწყება ფუნქციონირებას. ამ დროისთვის ქალაქის 29 ბაღიდან 25 დაიწყებს. რაც შეეხება უკვე ჩარიცხული ბავშვების ოდენობას, რეგისტრირებულია 6227 ახსაზრდელი.